მანქანის გამო რომ ვაჩერებ და მაგის მერე დაიწყეს რაღაც. მანქანის გაჩერების გამო დაწყებული ჩხუბის სასტიკი მკვლელობით დასრულდა. სისხლიანი ანგარიშწორების მთავარი ფიგურანტი 64 წლის ბიზნესმენია. ლევან ჩხაიძეს 16-წლიანი პატიმრობა ემუქრება. არის ადამიანი მაგი რამდენი წელია გაქვს რომ მაგის ხმარია მიდი. და სროლების მერე გავიგე უკვე სროლა გაიგეთ ხო რა თქმა უნდა სროლის ხო? სროლი გამოვიდა. ფაჟულები, საფრაფოები, რაღაც ხალხი გამოსულა. იერაღიდან გასროლის ხმა მეტრომშენის დასახლებაში ადგილობრივებმა საღამოს 6 საათზე გაიგონეს. თვითმხილველები პირველებს უყვებიან, რომ გასროლამდე ესმოდათ ჩხუბის ხმებიც. 64 წლის ბიზნესმენმა ნაქირავე ბინაში მცხოვრებ 44 წლის კაცს ავტოფარეხის წინ მანქანის გაჩერების გამო შენიშვნა მისცა. სიტყვიერი დაპირისპირება მალე ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. აბა, ეს პირდაპირ არიან ეს გმურები. მანქანის გამო რომ ვაჩერებ და მაგის მერე დაიწყეს რაღაც. მანქანის გულშის მოხდა და ეხლა რავი ეხლა ვერაფერს ვერ ვიტყვი. ისიც ცოდვა. ვერ შედიოდა ის გარაჟია. იერაღი საიდან ქონდა? პოლიციელია? არა, ეგ ბიზნესმენი კაცი. იერაღი სახში ქონდა ალბათ. ბიზნესმენი კაცია, ფულიანი კაცი. ვინმე შეესწრო? ეს აი ბაიციბაშია სახლედესი მაგით აშენებულია. ვინ არის? აი ცხოვრობს. მოპირდაპირე სახლში. ხო, ქირი ცხოვრობს. ტაქსაობდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მოკლული ახალგაზრდა კაცი თანხმლებ პირებთან ერთად საქმის გასარჩევად ბიზნესმენს სახლში შეუვარდა. ინვენტარი დაუმტრიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ლევან ჩხეიძემ სავარაუდოდ თავდაცვის მიზნით სახლიდან იერაღი გამოიტანა და ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა. 3 ტყვით 44 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა. ხუდარისა ეზოში ეგიდრო. მის ეზოში იყო? ხო, მის ეზოში იყო ხუდარი. კაი ნაცემია, ესმა ხუთმა კაცმა ცემაო. თვითონ ეს ხო და მე რო ალბათ ვთქვა ვეღარ გაუძალიანდა და გამოიღო და ეს. ლევან ჩხაიძე პოლიციას ადგილზე დახვდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც თავად გამოიძახა. ამტკიცებს, რომ დაზიანებები სავარაუდოდ დანით მიაყენეს. 64 წლის ბიზნესმენი ამ დრომდე ინგოროყა სახელობის კლინიკაში ექიმების და საბადრაგო სამსახურის მეტვალყურეობის ქვეშ რჩება. ბუჯი ზაღამობ 3 საათი იყო ბუჯი. ზაღამობ მოვიდივარ. მოკლული აქაური არ არის. არა, მე მგონა მოკლული არ არის. ქირით იყო ხო? მოკლული 44 წლის მიშიკო მაძღარაშვილი მშობლიურ კახეთში გადაასვენეს. ოჯახი მკვლელობაში ეჭვმიტანილის დასჯას ითხოვს. განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალს ლევან ჩხაიძეს კლინიკაში სავარაუდოდ ხვალ წაუყენებენ.